1 ივნისი თბილისის გარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნეს უწყებებმა და ორგანიზაციებმა ორიგინალური და მხიარული პროგრამები პატარებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში შესთავაზეს. ეს არის მესამე ათასწლეული ჩვენს წელთაღრიცხვამდე უძველესი ნივთები, რომელიც აღმოჩენილია საქართველოს ტერიტორიაზე. ეროვნულ მუზეუმში დაცული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები, კოლხური სამკაულები და ყორღანებში აღმოჩენილი ექსპონატები ზრუნველობა მოკლებულმა ბავშვებმა დღეს პირველად ნახეს. სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ ბავშვები ამ საგანძურის სანახავად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისთვის შეკრიბა. ნახეთ ძალიან ძველი ნივთები, ჩვენი წელთაღრიცხვიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მესამე-მეორე საუკუნეში შემორჩენილი ნივთები და პირველად ნახე მიყვარს ისტორია და ძალიან გამიხარდა. ბავშვები მოვიყვანეთ ეროვნულ მუზეუმში და მათ შესაძლებლობა აქვს დაათვალიერონ ჩვენს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ჩვენ წელთაღრიცხვამდე სხვადასხვა ოქროს ნივთები და სხვადასხვა არქეოლოგიური აღმოჩენები. განსაკუთრებული გარომის შესაქმნელად ეროვნული გალერეის ეზოში ბავშვებისთვის სახატავი კუთხე მოეწყო. პატარებს ხატვის მასტერკლასები ქეთი მატაბელმა ჩაუტარა, რის შემდეგაც ბავშვებმა საკუთარი მილოცვები ფურცლებზე გადაიტანეს. ძალიან მოწონს ეს დღე, ჩემთვის სიხარულია ეს. პირველად ვერთობია ესე. დღევანდელი დღე ამ ბავშვებს მე მგონი სულ ყველაზე ამახსოვრდება. ნამდვილი დღესასწაულია დღეს მათთვის, ხატავენ, მუშაობენ ესეთ შესანიშნავ ადგილას დაათვალიერეს ნამუშევრები. ბავშვთა დაცვის დღის მისალოცად სხვადასხვა ღონისძიებები იმართებოდა ეთნოგრაფიულ მუზეუმშიც. მცირე საოჯახო ტიპის სახლების და მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვებს სხვადასხვა კომპანიებმა საჩუქრებიც გადასცეს. ზღაპრის გმირებით ნახე. ძალიან კარგად გავერთე და აი რა ვიცი რა კაი იყო. ეს ღონისძიება ტარდება სწორედ იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ ჩვენი მხრიდან დაცვა, მხარდაჭერა, მოფერება. სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს იმისათვის, რომ განვითარდეს და ხელმისაწვდომი გახდეს ამ ბავშვებისათვის ყველა ის მომსახურება, რომელიც საჭიროა მათი განვითარებისათვის, აღზრდისათვის და იმ ნარჩენების შესაძენად, რომელიც საჭიროა მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის. ენკიბენკის გმირების საბავშვო მუსიკა და ბევრი გახარებული პატარა იუსტიციის სამინისტროშიც შეიკრიბა. სამინისტრომ ბავშვთა დაცვის დღეს პატარებს ბევრი მხიარული სიურპრიზით მიულოცა. იუსტიციის სამინისტრო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 1 ივნისს ყოველთვის ვაწყობთ ღონისძიებას იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის შვილებისთვის. დღესაც ზუსტად ეს დღეა, მოვიწვიეთ ენკიბენკის სტუდია და მოვუწყეთ ერთი დიდი დღესასწაული. მხიარულა მომეწონა ყოფნა ხოს ბავშვთა დაცვის და გილოცავთ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ რეგიონებშიც. რუსი ოკუპანტების კონტროლის მიუხედავად გალში მცხოვრებმა პატარებმა საოკუპაციო ხაზი მაინც გადმოკვეთეს. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წევრებმა პატარებს საჩუქრები გადასცეს. ძალიან მომეწონა რომ საჩუქრები დაგვირიგეს და გამომიგზავნეს ამერიკელმა ბავშვებმა. ისინი გადმოვიდნენ მიუხედავად იმისა, რომ აქ ჰქონდა წინააღმდეგობა, მათ მიიღეს ნორჩი სამარინელის მიერ გამოგზავნილი საჩუქარი, რომელიც ამერიკელი ბავშვების მიერ არის ამ ბავშვებისთვის სპეციალურად შეგროვილი ამერიკაში. სამტრედიის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებმა კი ეს დღე სათაფლიის ნაკრძალში გაატარეს. მანდატურებმა დინოზავრების ნაკვალევი და უძველესი მღვიმეები დაათვალიერებინეს. ჩვენ ახლა ვიყავით სათაფლიაში, დავათვალიერეთ სათაფლია და ძალიან მომეწონათ. ჩვენ წამოგვიყვანეს მანდატურებმა და სულ ესე გვახარებია. დავათვალიერეთ დინოზავრის ნაკვალები, რაც ძალიან მოგვეწონა როგორც ჩვენის ასევე ბავშვებს. ძალიან გახარებულები არიან და ჩვენც ბედნიერები ვართ, რომ ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ ჩვენს ბავშვებს. ცერებრალური დამბლის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის კი სიღნაღში არტ-კაფე გაიხსნა, სადაც პატარები თვითონ მუშაობენ. მოგვიანებით კი ბავშვთა დაცვის დღე პატარებს თოჯინების თეატრმა მიულოცა. ძალიან დიდი სიხარული მივანიჭეთ სიღნაღის ბავშვებს, რომლებიც მოვიწვიეთ, ვაჩვენეთ თოჯინების სპექტაკლი და ვაჩვენეთ კონცერტი ჩვენი ეგრეთ წოდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების შესრულებით. ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს ყვარლის ტბაზეც, სადაც პატარებისთვის ადგილობრივმა ანსამბლებმა კონცერტი გამართეს. ბავშვებს საჩუქრებიც გადაეცათ. ბავშვების საზოგადოების მთავარი ნაწილია. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მიმართულია იმისთვის, რომ ამ ბავშვებმა აყვავებულ და ძლიერ ქვეყანაში იცხოვრონ. დღევანდელი ღონისძიება, რა თქმა უნდა, ერთჯერადი აქცია არ არის და ჩვენ ყოველდღიურად ვზრუნავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს. წელს საქართველოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მე-18-ით აღნიშნეს.